მე ვარ ცენტრი ინტეგრას ხელმძღვანელი, როგორც დასაწყისში ბატონმა პაატამ ახსენა, ეს არის აზროვნების აკადემიის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი. და ჩემთან ერთად არიან ჩვენი ცენტრის ფსიქოთერაპევტები, გიორგი ჭანტურია, ფსიქოანალიტიკოსი და ასევე მარიამ გერგაული, კოგნიტურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერაპევტი. სიტყვის ძალას რაც შეეხება, პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ფსიქოთერაპია ზოგადად და ფსიქოთერაპიისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის ზუსტად სიტყვა და ჩვენ სიტყვებთან ვმუშაობთ და სიტყვებით ვმუშაობთ ასევე, იმიტომ რომ გაჟღერებული იყო, რომ უფრო მეტად ვუსმენთ, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ გაჟღერებული შეკითხვები ან ჩვენი რეფლექსია მაგალითად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ვეტყვით ჩვენს პაციენტებს და კლიენტებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე იმას, როგორ წარმართავთ მთელ პროცესს. ვიტყოდი, რომ ფსიქოთერაპიაში სიტყვა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, ასე ვთქვათ. თუმცა, როგორც ვახსენე, გიორგი არის ფსიქოანალიტიკოსი და მარიამი კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპევტი. მე უფრო მეტად ვმუშაობ სხეულზე ორიენტირებული მიმართულებით და ცოტას შევეხები ამ მიმართულებას. სხეულზე ორიენტირებულ თერაპიაში და მგონი არა მარტო, ჯერ სხეულში იწყება რაღაც. ანუ პროცესი არის ჯერ სხეულში, მაგალითად ემოცია ჩნდება ჯერ სხეულში და შემდგომ უკვე შეიძლება მისი სახელდება და სიტყვებში გადმოტანა. რაც ასევე ერთ-ერთი დანიშნულებაა ფსიქოთერაპიის და ფსიქოთერაპევტები ვცდილობთ, რომ ადამიანს გავაცნობიერებინოთ ის არაცნობიერი დინებები მასში, რომელიც მიმდინარეობს. ამიტომ ნახეთ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპევტი როგორ შეკითხვას დასვამს და გეტყოდით იმას, რომ სწორ პასუხზე მეტად უფრო მნიშვნელოვანი არის სწორი შეკითხვა. თქვენთან მექნება ერთი შეკითხვა, განწყობა არ იყო ნახსენები დღევანდელი მოხსენებების განმავლობაში და დაგაფიქრებდით იმაზე, რა განწყობას ქმნით თქვენი შეკითხვებით ან მაგალითად სიტყვებით. თუ ვინმე მეტყვით, რომ საკმაოდ სულელი ვარ, რა განწყობა შემექმნება, ან თუ მეტყვით, რომ ჭკვიანი ვარ, ან რა ვიცი, ლამაზი ვარ, ან ასე შემდეგ, ასევე რა განწყობა შეიძლება რომ შეიქმნას ჩემს პიროვნებაში და როგორ გავლენას მოახდენთ. იყო გაჟღერებული ესეთი ფრაზა, ნუცა როდესაც საუბრობდა, შეძახილმა ხე გაახმო და როგორც ბავშვთა ფსიქოთერაპევტი და ფსიქოკონსულტანტი გირჩევდით იმაზე დაფიქრებას, ალბათ ყველას გეყოლებათ ბავშვები, შვილები, ვისთანაც კომუნიკაცია გიწევთ და დაგაფიქრებდით იმაზე, რა გავლენას ახდენთ თქვენი კომუნიკაციით და თქვენი სიტყვებით, მაგალითად ბავშვებზე ისევე როგორც ყველა სხვა ადამიანზე. მაგალითად, თუ ბავშვს ეუბნებიან, რომ ზარმაცი ხარ, როგორც ხე შეიძლება გახმეს, ისე შეიძლება ბავშვი გახდეს ზარმაცი. დაიჯეროს, რომ ესეთია. არსებობს ესეთი სუგესტია, როდესაც მაგალითად შეიძლება დავაჯეროთ ადამიანს რაღაც, მაგალითად დავაჯეროთ, რომ არის ზარმაცი და მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც წარმოგვიდგენია, რომ იქცევა ზარმაცი ადამიანი, ხო? გარდა ამისა, თუ ადამიანი არის მოწყვლადი ემოციურად, ამასაც აღვნიშნავდი, ემოციური მოწყვლადობა შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვა კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს სხვა ადამიანისთვის და კიდევ უფრო მეტად დიდი გავლენა მოახდინოს მასზე. თუ გექნებათ პასუხი ამასთან დაკავშირებით, მაგალითად თქვენი სიტყვები რა გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე, როგორია თქვენი კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან, შეიძლება ძალიან ბევრი რამ აღმოაჩინოთ. ფსიქოთერაპიული სესიის დროს შეიძლება, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ვეხებით ხოლმე ემოციებს და ასევე ადამიანის ქცევებს, მათ ფიქრებს, აზრებს, როგორ ალაგებენ, ასე ვთქვათ, აზრებს ცხოვრებასთან დაკავშირებით, საკუთარ თავთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. სადაც ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი მხრიდან, ანუ ფსიქოთერაპევტების მხრიდან, საკმარისად სანდო გარემოს შექმნა, უსაფრთხო გარემოს შექმნა იმისთვის, რომ ადამიანმა გააჟღეროს და დაასახელოს ისეთი რამ, რაც შეიძლება მანამდე არსად არ უთქვამს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, რაიმე ტრავმული გამოცდილება შეიძლება პირველად ზუსტად გაჟღერდეს ფსიქოთერაპევტის ოთახში და სივრცეში, იმიტომ რომ ადამიანს მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა არსად. უსაფრთხოებას ვერ გრძნობდა, ნდობას ვერ გრძნობდა, არ იცოდა მისი გაჟღერებული ეს კონკრეტული დეტალი, როგორ იქნებოდა მოსმენილი მაგალითად, ან როგორ უკავშირს მიიღებდა. ამიტომ ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის ზუსტად ამგვარი ნდობით სავსე სივრცის და
სივრცის მიცემა იმისთვის, რომ მათ შეძლონ ამ ყველაფრის გაკეთება. ერთი რაზეც დაგაფიქრებდით არის ის, რომ თქვენი სხეული არის ერთგვარი კონტეინერი. მაგალითად, როგორც ამ ჭიქაში ასხია კონკრეტული რაოდენობის სითხე, თქვენს სხეულშიც ეტევა კონკრეტული რაოდენობის ემოცია. თუ ძალიან ბევრი დააგროვეთ, როგორც სითხე გადმოვა ჭიქიდან, ეგრეთ თქვენი ემოციაც სადღაცას აუცილებლად წავა. ან რაღაც სახით გამოვლინდება და ეს სახე შეიძლება იყოს ძალიან სხვადასხვანაირი. და გარკვეულ შედეგებს აუცილებლად ნახავს ადამიანი, ხო? იმიტომ რომ ამგვარი რეპრესირება და მუდმივად საკუთარ ორგანიზმში რაღაცეების ჩატოვება არ გაზიარება, რა თქმა უნდა, უკვალოდ არ დაიკარგება. და თერაპიაც, ასე ვიტყოდი, ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მიზანიც არის ზუსტად ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამ ხრივ დახმარებით, ასე ვთქვათ, ამ დახმარებაში გამოიხატება ჩვენი მუშაობა, რომ ადამიანს ვეხმარებით გააჟღეროს და დაასახელოს ის რაღაცები, რაც სხეულში მიმდინარეობს და რაც მის ცხოვრებაში შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი რამ, მაგრამ ამას შეიძლება ვერ აჟღერებდეს პირობითად. ან არ ქონდეს, ასე ვთქვათ, რესურსები იმისთვის, რომ ეს გააკეთოს და ჩვენი მოვალეობა ერთ-ერთი ესეც არის, რომ ეს რესურსები აღმოვაჩენინოთ ადამიანს და მერე უკვე ვასწავლოთ ამის გამოყენება. მაგალითად, როგორც, ასე ვთქვათ, შეიძლება გითხრათ მაგალითად, როგორც ერთ-ერთი ფრაზა, რაც შეიძლება რომ მაგალითად თქვენს თავზე გქონდეთ, რაღაცას ხო ფიქრობთ თქვენს თავზე მაგალითად, რაღაც იდეები ხო გაქვთ თქვენი თავის შესახებ. დაფიქრდით, რამდენად აზიარებთ ყველაფერს, რასაც ფიქრობთ, ან თქვენს თავზე, ან სამყაროზე. ძალიან ბევრი რამე იქნება, რასაც არ ვაზიარებთ ხოლმე, ან უბრალოდ არ ვლაპარაკობთ. დაფიქრდით, რის გამო შეიძლება მაგალითად ესე ხდებოდეს და არ ვაზიარებდეთ, ხო? ძალიან ბევრი რამ იყო გაჟღერებული სოციალური კონტექსტი, მაგალითად, გარკვეული რაღაც წესები, რომლებიც სიტყვებად გარდაიქმნება, სხეული, რომელიც შეიძლება არავერბალური ენა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ სხეული გამოხატავს რაღაცას, რასაც სიტყვებით არ ამბობთ. და დაფიქრდით, მაგალითად, თქვენს რა ნაწილებში შეიძლება გამოხატავდეთ რაღაცებს, ან პირიქით არ გამოხატავდეთ. ჩვენი შეხვედრა საკმაოდ ზოგადია, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ დრო, რომელიც მოგცეს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ძალიან საფუძვლიანად განვიხილოთ რაღაც თემები, რაზეც ვფიქრობთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ვეხებით ადამიანის ფსიქიკას და მათ წარმოდგენებს, რწმენა წარმოდგენებს, მათ ხედვებს, მათ ღირებულებებს, მორალს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ძალიან ბევრს ვფიქრობთ ხოლმე ზოგადად ადამიანზე და ადამიანის ბუნებაზეც, მაგრამ არ ვიცი, რამდენად საკმარისია 30 წუთი იმისთვის, რომ სამმა ადამიანმა ეს ყველაფერი გამოვხატოთ სიტყვებით. თუმცა ძალიან ვეცდებით ამას და მინდა ჩემს კოლეგებს გიორგის პირველ რიგში გადავცე სიტყვა და ვკითხო ფსიქოანალიზი როგორ მუშაობს, სიტყვას როგორ იყენებს გიორგი და კონკრეტულად რა დანიშნულება აქვს სიტყვას ჩვენს საქმეში, როგორი გავლენა შეიძლება მოახდინოს პირობითად და რამდენად არის ძლიერი ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ჩვენთვის სამუშაოდ და არა მარტო სამუშაოდ, შეიძლება ისედაც ჩვენს ცხოვრებაშიც რაღაცებს ვიყენებდეთ, ხო? და შემდეგ მარიამთან გადავალ ასევე შეკითხვით, თუმცა ჯერ თქვენ მოგისმენთ. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით. როგორც აღნიშნა კეთი, მე ვარ გიორგი ჭანტორია, ფსიქოანალიტიკოსი, მუშაობ ინტეგრაში და გამოვიყენებ ერთ პატარა ფრაზას, რომ მარტივად გავაგრძელო შემდეგ ჩემი საუბარი, რომ პრინციპში მე ძირითადად უსმენ და ვსაუბრობ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. და ვიტყვი ასე გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირი ამათ კარგი. ამიტომ შევეცდები რომ მოკლედ თქვა ის რაც ჩემი სათქმელია ამ პროცესში. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ყველა სიტყვა არ კურნავს. რატომ ვამბობ ამას? კურნავს ის სიტყვა მხოლოდ, რომელიც ადამიანს საკუთარ სიმართლესთან აყენებს. იმ ნაწილთან, რომელთანაც მე არ მინდა მქონდეს შეხება. და ეს არ ხდება არასდროს სტრუქტურებულად. ანუ გააზრებულად. დავждები ვიფიქრებ და მივალ ამ გადაწყვეტილებამდე არ ხდება. ეს ყოველთვის ხდება სპონტანურად და ყოველთვის ხდება ასოციაციების საშუალებით. როგორც ფროიდი ამბობდა თავის დროზე, რომ ფსიქოანალიზი რა არის? სიტყვით მკურნალობის პროცესი არის. და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია და ზოგადად ფსიქოთერაპია არ არის მხოლოდ საუბარი, ესე ვთქვათ. ეს სიტყვები არის რაღაც ერთგვარი აქტი, რომელსაც ახორციელებს ადამიანი თერაპიულ გარემოში.
და ძირითადად ამ დროს ადამიანი საუბრობს იმ ნააზრებს, ნაფიქრავს თუ იმ პროცესებს, რომელსაც გაურბის ხმამაღლა იმ გარემოში, სადაც მას უსმენენ. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ თერაპიული პროცესის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხმა, რომელსაც ადამიანი გამოსცემს, ერთი და მეორე ის სიჩუმე, რომელსაც ადამიანი ვერ გამოსცემს, იმ სადაც იქ სიტყვა იკარგებს, სადაც ენა კარგავს თავის ფუნქციას. რადგან როგორც კი ენა კარგავს თავის ფუნქციას და არ ხდება სიმბოლიზაცია სიტყვაში, ის ყოველთვის როგორც ქეთიმა ნიშნა ისახება სხეულში და სხვადასხვა სიმპტომური ნაწილით. გაურკვეველი, ხშირ შემთხვევაში არადიაგნოსტირებული, მაგრამ მწვავე პროცესით. მანამ სანამ ის არ გარდაიქმნება სიტყვაში და არ მოხდება მისი სიმბოლიზაცია. თერაპიულ პროცესში შეიძლება შევხვდეთ, ესე ვთქვათ, პირობითად რო ავიღოთ და დავესესხები ლაკანს, ცარიელი და სავსე სიტყვა. ეს ძალიან ისეთი საინტერესო წინადადება, ხო, როგორ შეიძლება იყოს თვითონ სიტყვა ცარიელი. სიტყვა ცარიელს სავლაპარაკობ, ავლაპარაკობ უაზროს, უშინაარსოს, ამას არ გულისხმობ. ეს შედგება ბევრი შინაარსობრივი დატვირთვებით, მაგრამ არაფრის მომცემია. ძირითადად ამხსნელია. მაგალითად, ამბობს პაციენტი, რომ ასეთი დავიბადე. მე ასეთი ვარ და რა ვქნა. ან ყვება ისტორიას იმისთვის არა, რომ რაღაცა შეცვალოს, არამედ ყვება ისტორიას იმისთვის, რომ უბრალოდ ისტორია მოყვეს. ეს ყოველდღიური აქტია პროცესის. ხანდახან ორიენტირებულია ერთგვარ ქცევის ახსნაში. ამ დროს ამბობს, რომ მე იმიტომ ვიქცევი ასე, რომ ეს არის. სხვა მე არ ვიცი. და საინტერესო ის პროცესია, როდესაც ამ აქტის დროს მე ვიცავ საკუთარ თავს რაღაცისგან. იმ ნაწილისგან, რომელთანაც მე არ მინდა ურთიერთობა. იმ ნაწილისგან, რომელიც ჩემი სიტყვების გაჟღერებით შეიძლება იყოს კოშმარული. რომ არ ვარ მზად გამკლავებისთვის. და საინტერესოა ის, რომ ცარიელი სიტყვა ეს არის ერთგვარი პაციენტს ამშვიდებს, თავის იდენტობას ინარჩუნებს და ამ შფოთვას ხსნის. იმიტომ რომ როცა ვიწყებთ საუბარს იმ ნაწილზე, რომელთანაც მე ურთიერთობა არ მინდა თავის დროზე გამდევნე და არ ვახდენ ამის რეპრეზენტაციას, ხო? ის როგორც კი ბრუნდება სიტყვაში, ჩემი ემოციური ფონი მძაფრდება. არსებობს ესეთი სავსე სიტყვა. თუ არსებობს ცარიელი სიტყვა, თუნდა იარსებებს სავსე სიტყვა თავისთავად. ეს არის მომენტი, როცა ადამიანი ამბობს რაღაცას და თვითონ უკვირს. ანუ ისეთი რამე, რაც მე თერაპიაში ვთქვი, ან არა მარტო თერაპიაში, ზოგადად და როგორ ვთქვი მე ეს. ანუ ეს მე ვარ, ანუ ეს მისაღებია ჩემთვის. ან თუნდაც სიზმარში როგორ ვნახე ეს მე. ეს ჩემს მორალურ პროცესებს ცდება, სიტყვით აღუწერელია, ხო? ამ დროს ხდება რა, რომ მე ჩემი წამოწდენით ან იმ პროცესით, როცა მე ვიყავი თავისუფალ ასოციაციაში და საუბრობდი, გავაჟღერე ისეთი რამე, რასაც ცხოვრებაში მე არ მივცემდი ჩემს თავისუფლებას, რომ ეს მეთქვა. და ზუსტად აქედან იწყება მკურნალობითი ნაწილი. ზუსტად ამ დროს სიტყვას აქვს მკურნალობითი ძალა. აქ სიტყვები რას აკეთებენ? ეჯახებიან საკუთარ თავს, ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს, თითქოს და არღვევენ რაღაც ლოგიკურ ჯაჭვს, რომელიც არ უნდა მოხდარიყო და აჩვენებს შიდან კონფლიქტს. ანუ მე რაც ჩემ შიგნით მიმდინარეობს, იმ კონფლიქტის ნაწილი ხდება ჩემი სიტყვა და მისი ვერბალიზაცია. რაც თავის თავში შეუძლებელია რომ მივიღო იმ მომენტისთვის. რაც შეეხება თვითონ რა არის სიტყვა? ეს ხო არის ჩვენება სურვილის. რამ სურს? მე სიტყვაში ვაჟღერებ ამას, რამ სურს. ასევე ეს არის ამხსნელი სიმართლის. ანუ მე თუ საუბრობ, მე ვხსნი იმას, რასაც მე ვგრძნობ. მაგრამ ეს მეხმარება ავხსნა ის პროცესი, რაც ჩემში არის. და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია. და ცვლის ადამიანის შინაგან პოზიციას,
როდესაც მე გავაჟღერებ ისეთ რამეს, რაც თავისთავად ჩემთვის მიუღებელია, მე ვიწყებ მასზე ფიქს, რატო ვთქვი, რა მოხდა, რამ განაპირობა და რამდენად არის ეს ჩემი. რას თავის მხრივ მეხმარება მასთან ურთიერთობაში. ბევრი რო არ გამიგრძელდეს, ყოველთვის აღნიშნავ და ვამბობ, რომ ქართული ენა არის თერაპიული ენა. უფრო ზუსტად რო დავააზუსტო, არის ანალიტიკური ენა. იმიტომ რომ ამ ენაში არის ძალიან ბევრი სიმბოლო. თითოეულ სიტყვას აქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიმბოლო. და როგორც წინა მოხსენებელი ამბობდა და დავისესხებ სიზარმაცეზე, ჩემთვის სიზარმაცეს აქვს სხვა ეტიმოლოგიური ახსნა. მე ვყოფ ამას და ვამბობ, სიზარმაცე საფუძველი არის ზარიდან. და ზარი ყოველთვის არის შიშის მომგვრელი ნაწილი, თავზარი დამეცა. ანუ ეს არის ის პროცესი, სადაც მე არ ვიცი რა გავაკეთო, გამომივა თუ არ გამომივა, რო დავხარჯავ ამ ენერგიას, რა შედეგს მივიღებ. და სიზარმაცე ობიექტურად არის ის პროცესი, სადაც მე მინდა გავექცე მდგომარეობას, რაც ჩემში იწვევს შფოთვის ნაწილს. ან ჩემში იწვევს ზედმეტი ენერგიის დახარჯვის ნაწილს, მაგრამ ამას მე არასდროს არ ვიტყვი, ვიქნები პოლიტკორექტული და უფრო მირჩევნია თქვა, რომ მე ზარმაცი ვარ, ვიდრე ვაღიარო ის პროცესი, რაც აი ამ განცდას იწვევს ჩემში, რომელიც რა თქმა უნდა მტკივნეული არის. ალბათ მე ამით დავასრულებ, როგორც თქვი, ჩემი სიტყვა მოკლე იქნება და ვიცი ეს სათენზელო საქმე არ გამომივიდეს, მიკროფონს გადავსვით. ჩემს კოლეგას მარიამ, თუ შეიძლება თქვენ აგვიხსენით კოგნიტურ-ბიჰევიორალური ჭრილით თქვენი ხედვა სიტყვის ძალის შესახებ ჩვენს პროფესიაში და ფსიქოთერაპიაში. გამარჯობა. მადლობა პირველ რიგში ამ შესაძლებლობისთვის და ყოფნისთვის. ძალიან მიხარია თქვენთან ურთიერთობა ყოველთვის. კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია თავშივე კოგნიტურ ნაწილში მოიცავს იმას, რომ სიტყვებს და წინადადებებს უფრო სწორი იქნება, ასე ვთქვა. უკვე ძალიან დიდი და ძალიან ისეთი დრამატული დატვირთვა აქვს ხოლმე, როგორც წესი. ასე რომ ჩემს საუბარს მოდი გავხსნი კითხვით. თქვა თქვენს ცხოვრებას რომ გაზრდევდეს რაღაც სლოგანი, ერთი. რა სლოგანი შეიძლება რომ იყოს ეს? ჩემი იცვლება მუდმივად, შეიძლება შეიცვალოს ყოველდღიურად, ხანდახან შეიძლება იყოს ყველაფერი კარგად იქნება, ხანდახან შეიძლება იყოს მოდი 5 პრობლემას მოვიგონებ, რომელიც ჯერ არ მაქვს და მე იმაზე ვიფიქრებ, რომელზე ვიშფოთო ჯერ და ასე შემდეგ. თუმცა თერაპიაზე მოსული ადამიანები თავისთავად უკვე რაღაც აი ამ სლოგანებით, რაღაც წინადადებებით მოდიან ხოლმე, რომელიც თავის თავშივე უკვე არის რაღაცნაირად დისფუნქციური, ხო? ჩემი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ პირველად მოსული ადამიანებისგან ხშირად გვესმის ხოლმე ისეთი ფრაზები, როგორც არის რაღაც მჭირს, ხო? ან არავის უყვარ ვარ, ან საკმარისი არ ვარ, ან რაღაც ვერ ვარ უბრალოდ კარგად, ხო? ერთი შეხედვით შეიძლება არც ისე რაღაც დრამატულად ჟღერდეს, ხო? ჩვეულებრივი წინადადებები არის, მაგრამ სინამდვილეში ეს არის რაღაცა შინაგანი სიმართლეები, შინაგანი სიტყვები და წინადადებები, რომლებსაც ადამიანები შემდეგ აგებენ საკუთარ ცხოვრებას რაღაცნაირად და ეს სიტყვები შეიძლება გახდეს ასევე ცოტა ემოციური დიქტატორები, რომლებიც მერე წარმართავს იმ პროცესებს, რაც გულისხმობს ჩვენს ემოციურ რეგულაციას, ჩვენს ქცევით რეგულაციას და ასე შემდეგ. კოგნიტურ-ქცევითი თერაპია სწორედ ამას ცდილობს, რომ აღმოაჩინოს ეს წინადადებები, ეს დისფუნქციური სიტყვები და წინადადებები, რომლებიც ადამიანებს აქვს და შემდეგ გადაწეროს ეს წინადადებები ისე, რომ გახდეს ცოტა უფრო ემპათიური, ცოტა უფრო გულისხმიერი და რომ მოერგოს იმ ცხოვრებას, რომელიც ადამიანს რეალურად უნდა რომ ჰქონდეს, ხო? ჩვენმა წინა გამოსვლამ ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა ტვინის პროცესებზე და იმაზე თუ რამდენად უყვარს, როცა ტვინს რამდენად უყვარს, როცა არის მართალი, ხო? რაც პატერნები ძალიან უყვარს. რასაც ძალიან ვიზიარებთ CBT თერაპევტები, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტვინი არის ძალიან კარგი და ძალიან ბეჯითი მოსწავლე, რომელიც ყველაფერს იწერს, ყველაფერს იმახსოვრებს, ყველაფრის კონსპექტებს აკეთებს, ასე ვთქვათ, მაშინაც კი როცა ეს არ გვინდა. ასე რომ თუ ჩვენ როგორც თერაპევტებს ხშირად გვესმის ხოლმე ასეთი ფრაზები, მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა.
ხომ გქონიათ ასეთ შემთხვევა, კლიენტს უთქვამს, მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა რაღაც. მესმოდა რომ ზარმაცი ვიყავი, მესმოდა რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი, მესმოდა რომ ზედმეტად მტირალა ვიყავი და ასე შემდეგ. აი ეს მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა, არ არის ერთი მომენტი, ხო? ესე იგი, მართლა ეს არის 1000 ჯერ გაგონილი და 1000 ჯერ განმტკიცებული რაღაცა სიტყვა, რომელიც ამ ადამიანს მიეწოდა და შემდეგ გაიზარდა რაღაცა რწმენით საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხო? მაგალითად, თუ ეს ფრაზა იყო მთელი ჩემი ბავშვობა მესმოდა რომ ვიყავი ძალიან ემოციური ადამიანი გაიზრდება იმ შინაგანი რწმენით რომ თავისი ემოციები მაგალითად უნდა შეიკავოს და არ გამოხატოს ხო თუ მთელი ბავშვობა ესმოდა რომ არ ვიცი რატომ არ გავხარ შენს დას მაგალითად ან შენს ძმას გაიზრდება ადამიანი იმ რწმენით რომ საკმარისი არ არის ხო რაღაცა აკლია რაღაცნაირად ნაკლოვანი არის შესაბამისად ვერ აღწევს რაღაცებს რის გაკეთებაც უნდა ქცევით თერაპიაში ამ წინადადებებს ვეძახით ბაზისურ რწმენებს რაც არის მარტივად რომ ახსნა რაღაც დაფერილ სათვალეს გავს ძალიან რომლითაც ვიყურებით და რომლის მიხედვითაც ვაწყობთ მე ჩვენს ქცევებსა თუ ფიქრებს ხო მაგალითად თუ ჩემი ბაზისური ფრაზა არის რომ ყველა მტოვებს ყველა მიდის რას ნიშნავს ეს ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? მაგალითად, მეგობარმა დააგვიანა პასუხის მოწერა, ესე იგი აღარ უნდა ჩემთან მეგობრობა. ან შეყვარებულს რაღაც ცალკე სივრცე სჭირდება, ესე იგი დაშორება უნდა ჩემთან. ან უცნობი ქალი დავინახე, რომელსაც წარბები აქვს შეკრული, რაღაც კატასტროფის მოლოდინში ვარ, ხო? ამ დროს, რასაც არ ვითვალისწინებთ, ხოლმე არის ის, რომ ეს არ არის აუცილებლად სიმართლე, არამედ არის რაღაც სქემა, რაღაც ლინზა, რომლითაც ვიყურებით და რომლითაც აღვიქვამთ სამყაროს. ასე რომ თერაპიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ხშირად განა ამ ინსაიტის ამოცნობა აი ამ შინაგანი წინადადებების, რომლებიც ჩვენთვის ძალიან დისფუნქციურია. არამედ მათი ხმამაღლა თქმა არის. ანუ როცა ხმამაღლა ვიტყვით, რომ ხო, მე ამისი მჯერა და აი ამისი მწამს. მე შეიძლება წლები, 10 წელი, 20 წელი ვფიქრობდე, რომ სიყვარულის ღირსი არ ვარ, მაგრამ როგორც კი ხმამაღლა ვიტყვი ამას, რომ გონი არ მიმსახურებ სიყვარულს, უცებ რაღაც ახალი ხდება, ხო, რაღაც ხელშესახები ხდება, რაზეც უკვე მუშაობა შეგვიძლია. იმიტომ რომ უცებ უეცრად აღმოვაჩინე რაღაც სცენარი, რომლითაც თურმე თამაშდება მთელი ჩემი ცხოვრება, ისე რომ შეიძლება ეს საერთოდ არ მცოდნოდა. ასე რომ თერაპია მე ხშირად ემსგავსება რაღაც საგამოძიებო პროცესს. კოგნიტური თერაპია ყოველ შემთხვევაში, რაც იმას გულისხმობს, რომ დავდევთ და ვიჭერთ და ვაიდენტიფიცირებთ იმ დისფუნქციურ ფრაზებს, ბაზისურ რწმენებს, რომლის ადამიანსაც სწამს, ხო? პირველი ნაბიჯი არის ხოლმე როგორც წესი ამ რწმენების გადამოწმება. მაგალითად შეიძლება თერაპიაზე ვთქვა, რომ არავის არ ვუყვარვარ, ისევ და ისევ, ხო? მან არავის არ ვჭირდებიან, ყველა მტოვებს ეს ხშირია ხოლმე. ვინც არ უნდა გავიცნო, ვინც არ უნდა შემიყვარდეს, საბოლოოდ ყველა მიმატოვებს. ვიწყებთ ხოლმე გადამოწმებას. რამდენად ყველა გტოვებს, ხო? მაგალითად შენი მეგობარი, რომელიც ბოლო 12 წელია შენი საუკეთესო მეგობარია, ან შენი ძმა, რომელიც ყოველდღიურად გირეკავს, ხო? ან შენი, არ ვიცი, მშობელი, რომელიც გამოწმებს მაგალითად და გეკითხება საჭმელი ჭამე თუ არა. აი ეს რადიკალური და ძალიან დრამატული სიტყვები ყველა, არავინ, ან ყოველთვის, არასდროს და ასე შემდეგ, მე შეიძლება გადაიწეროს უკვე ახლებურ სიტყვებად, როგორიც არის ზოგიერთმა ადამიანმა მიმატოვა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი რჩება ჩემს ცხოვრებაში, ხო? ეს უკვე აღარ ჟღერს ისე დრამატულად და აღარ ჟღერს ისე დისფუნქციურად. და რაც მთავარია არის უფრო მართალი, ხო? ანუ რაც უფრო მართალი არის ჩვენი ბაზისური რწმენა, მით უფრო რელევანტური არის და შესაბამისი არის მერე შედეგად ჩვენი ემოციებიც. აი კეთიმ დასაწყისში ისაუბრა ბავშვებზე და იმაზე, რამხელა გავლენას ახდენს ბავშვებზე ზოგადად სიტყვები და ამ სიტყვების ინტერპრეტაცია მე ხო, რომლებსაც ბავშვები აკეთებენ ხოლმე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ამაზე მინდოდა ორიოდე სიტყვა მე თქვა. ეს ბაზისური რწმენები, რომელიც წერან ვახსენე, როგორც წესი იქმნება ხოლმე ბავშვობაში, იმიტომ რომ ბავშვებს აქვთ ერთი ძალიან სამწუხარო თვისება, რაც არის ის, რომ ბავშვები არ არიან კრიტიკულები. ხო, ბავშვებს არ შეუძლიათ მცირე ასაკში ბევრი რამის ეჭქვეშ დაყენება. ასე რომ თუნდაც ის ნათქვამი ზარმაცი ხარ, შეიძლება მნიშვნელობითაც არ იცოდეს ზუსტად და ვერ განგიმარტოს ხომ, რას ნიშნავს ზარმაცი ბავშვი, ან რას ნიშნავს ემოციური ბავშვი მით უმეტეს, ან რას ნიშნავს ჯიუტი ბავშვი, მაგრამ 1000 ჯერ რომ მოისმენს, მერე დაიჭერებს.
და დაიჯერებს უკრიტიკოდ ყველანაირი ეჭვის გარეშე, იმიტომ რომ ეუბნება დიდი ადამიანი, რომელიც მისთვის თავისთავად უკვე ბევრად უფრო ჭკვიანი არის და ბევრად უფრო გამოცდილი და ბევრად უფრო ავტორიტეტული, ხო? ასე რომ ყველა ასეთ დისფუნქციურ ბაზისურ რწმენას სათავე როგორც წესი აქვს ხოლმე ბავშვობაში, იმიტომ რომ ესე იგი რაღაც ხდებოდა იქ, რაღაც ძალიან ბევრჯერ მოვისმინე, ისე რომ ეჭქვეშ ვერ დავაყენე, შემდეგ დავიჯერე და შემდეგ უკვე ვაგრძელებ ცხოვრებას რაღაცნაირად ამ რწმენით. ბაზისური რწმენების გადაწერა როგორ ხდება, შეიძლება გაგიჩნდეთ ძალიან ბუნებრივია კითხვა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი პროცესი cognitive behavioral თერაპიაში, რომელსაც ვაკეთებთ ხოლმე, რაც მოიცავს იმას, რომ პირველ რიგში ჩვენი ტვინი რაღაც ესეთ ბანალურ და ძალიან გაშარჟებულ და გაცვეთილ აფირმაციებს არ მიიღებს, ხო? ანუ უცებ რომ თქვა, რომ მე ვარ რაღაც ბრწყინვალე გონების ადამიანი, რომელსაც ყველაფერი შეუძლია, ამას არ დავიჯერებ, ეს არის სისულელე, ხო? მაგრამ ჩვენს გონებას შეუძლია რაციონალური ფაქტების მიღება. მაგალითად, შემიძლია მივიღო ის ფაქტი, რომ ყველა არ მტოვებს ცხოვრებაში და ვიღაცები რჩებიან. შეიძლება მივიღო ის ფაქტი, რომ ვიღაც ადამიანებს უყვარვა. შეიძლება მივიღო ის ფაქტი, რომ რაღაცეები შემიძლია და რაღაცეები გამომდის. ეს არის ძალიან ხშირი ბაზისური რწმენა, რომ არაფერი შემიძლია, არაფერი გამომდის, ყველაფერი ჩავაფლავე, რაც კიდევ მე დამიწყია და ზოგადად ძალიან წარუმატებელია. აი, ამის ირაციონალური ნაწილი შეიძლება ჩვენმა გონებამ მიიღოს თერაპიაზე ყოველ შემთხვევაში, ხო, რომ თურმე რაღაცეები შემიძლია. შეიძლება რაღაცეები ძალიან კარგადაც შემიძლია და სხვებზე უკეთესადაც გამომდის, ხო? ყველაფერი არა, მაგრამ რაღაც ნაწილი კი. ასე რომ მეც რა შევაჯამო და ძალიან არ გამიგრძელდეს, რატომ არის სიტყვები ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში. ალბათ იმიტომ, რომ სიტყვები არ აღწერს ჩვენს ცხოვრებას, სიტყვები ქმნის ჩვენს ცხოვრებას და შესაბამისად მე თუ მთელი ცხოვრება მჯერა იმისი, რომ სიყვარულს არ მიმსახურებ, განვლევ მთელ ჩემს ცხოვრებას იმაში, რომ ავირჩევ ურთიერთობებს, სადაც დამჭირდება, რომ რაღაც როლები მოვირგო და არ ვიყო მართალი, ხო, არ ვიყო ალალი. ეს სიტყვა იხსენა. თუ მე მთელი ჩემი ცხოვრება მჯერა, რომ ყველა მიმატოვებს, განვლევ ჩემს ცხოვრებას იმაში, რომ ხანდახან მე თვითონვე გავუშვებ ადამიანებს ჩემი ცხოვრებიდან იმისთვის, რომ ჩემი ტვინი აღმოჩნდეს მართალი, ხო? ასე რომ ამას ვაკეთებთ ხოლმე როგორც წესი თერაპიაზე, ვეძებთ ამ წინადადებებს, ოღონდ რაც ყველაზე მთავარია, ამ წინადადებებს არ ვსპობთ, ამ სიტყვებს არ ვაქრობთ ადამიანების ცხოვრებიდან, ხო? პირიქით ვცდილობთ, რომ გავიგოთ, შემდეგ ვცდილობთ, რომ ძალიან ფრთხილად და ძალიან ისე რუდუნებით გავიხსენოთ ის ძველი ტკივილები, რომლებსაც შეეძლო, რომ ეს სიტყვები და ეს წინადადებები გამოიწვია ჩვენში, რომლითაც გვჯერა და მე ვცდილობთ ასევე ძალიან ფრთხილად, რომ გადავწეროთ ისე, რომ უფრო მიახლოებული იყოს რეალობასთან, იმისთვის, რომ ჩვენი ემოციური და ქცევითი მდგომარეობაც უფრო დასტაბილდეს. მადლობა მარიამ. ვფიქრობ, ესეთი აზრი გამიჩნდა, რომ ჩვენი მთავარი სათქმელი სავარაუდოდ ის არის, რომ ფსიქოთერაპიაზე მოდის ადამიანი, რომელიც სიტყვებით უკვე საკმაოდ დაზიანდა და საკუთარი გამოცდილებებით, იმიტომ რომ უცვლად ყოფნის დროს მშობელი მოდის მხოლოდ კონსულტაციაზე და გვეკითხება, როგორ მოვიქცე, როგორ ვიქნები კარგი დედა ან მამა. როდესაც მოდის უკვე 2 წლის, 3 წლის, რა ვიცი, 10 წლის ბავშვი ან 15 წლის მოზარდი ან მაგალითად, რა ვიცი, 50 წლის დასრული ადამიანი, მათ უკვე ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ სიტყვებთან ურთიერთობის და ჩვენთან მოდიან იმისთვის, რომ რაღაცეებით ხარი დავუჭიროთ, სხვა პერსპექტივები ვანახოთ. გაჟღერდა აქ ესეთი რამ, ბევრჯერ პრინციპში გიორგიმაც იგივე თქვა, მეც და მგონი მარიამმაც, რომ როდესაც დასახელდება რაღაცა სახელდებას, როდესაც მოახერხებს უკვე ადამიანი, ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. და თერაპიის პირველი საწყისი ეტაპი შეიძლება იყოს ზუსტად დასახელება და შემდგომ კიდე ძალიან დიდი სიღრმისეული, საინტერესო და მრავალფეროვანი პროცესი, როგორც შეიძლება რომ გაგრძელდეს შემდგომ უკვე ჩვენი მუშაობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი ყურადღებისთვის და სიამოვნებით მოვისმენთ თქვენს 2 შეკითხვას, მე მგონი ვასწრებთ, ხო, 2 შეკითხვას და ვეცდებით, რომ ასევე დაგიბრუნოთ უკუკავშირი. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მოგვეცით საშუალება კითხვები დაგესვა. სიზარმაცესთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, იქიდან გამომდინარე, დიდი გამოცდილება იქნება ამ საკითხში. აი პროქრასტინეიშენს რო ეძახიან გაჭინაურებას, როცა რაღაცის გაკეთებას ძალიან აჭინაურებ.
აი ამ სიზარმაცესთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება ადამიანმა რომ ეს მოაგვაროს და ამარცხოს და როდესაც ექნება მსგავსი პრობლემა, მოკლედ მარტივად გადაწყვიტოს საკუთარ გონებაში და შეუდგეს იმის კეთებას, რაც უნდა გააკეთოს. მე ძალიან მოკლედ ვიტყვი და მე თქვენი აზრით ვფიქრობ საინტერესოა. მე ვიტყოდი რომ სიზარმაცე როგორც ესეთი არ არსებობს და ვიტყოდი რომ არის мотиваციის ნაკლებობა. პროკრასტინაცია ხშირად შეიძლება იყოს ასევე დეპრესიის სიმპტომი, რომელიც პირდაპირ დეპრესია არ არის, მაგრამ ადამიანს რაღაცნაირად არაფრის мотиваცია არ აქვს, არაფრის სურვილი არ აქვს რომ გააკეთოს. თუმცა ეს იქნება ძალიან ზოგადი, ნახეთ, ანუ ზოგადად გვპასუხობთ, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ მივიდა ადამიანი პროკრასტინაციამდე, სიზარმაცემდე, ან ნებისმიერ სხვა მდგომარეობამდე, იმიტომ რომ უნივერსალური პასუხები სამწუხაროდ არ გვაქვს ხოლმე. გონი გაგვიჭირდება რეკომენდაციის მოცემა, თუმცა ძალიან საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ გიორგი და მარიამ და თქვენ როგორ შეგიძლიათ რომ ან არ ვიცი შეიძლება კოგნიტურ ბიჰევიორალურ თერაპიას უფრო პირდაპირ რამე რეკომენდაცია ჰქონდეს, იმიტომ რომ აიც ქცევებზე ძალიან აქტიურად მუშაობთ მაგალითად თქვენ. პირდაპირ რეკომენდაციას დიდი ალბათობით ვერ გავცემ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თვითონ პროკრასტინაციაც ყველა ინდივიდთან განსხვავებული არის და განსხვავებული მიზეზი აქვს, თუმცა ჩემი გამოცდილებით ძალიან ხშირად პროკრასტინაცია არის შფოთვის გვერდითი მოვლენა. და პრობლემა ზუსტად იქ არის ხოლმე, რომ ადამიანები, ვისაც ახასიათებთ პროკრასტინაცია, განიხილავენ ამას როგორც მათ უდისციპლინო. ეს ძალიან ხშირად გამიგია, რომ უდისციპლინო ვარ, დისციპლინა არ მაქვს და ამიტომ ვერ ვაკეთებ რაღაცეებს, ან ასევე ზარმაცი ვარ და მაგიტომ ვერ ვაკეთებ რაღაცეებს. სინამდვილეში ჩემი სუბიექტური გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე პროკრასტინაცია, იმიტომ რომ შფოთავენ იმის გამო, რაც აქვთ გასაკეთებელი. აი ხო ბევრს გექნებოდათ ეგეთი შემთხვევა, როცა რაღაც დედლაინი გაქვთ მაგალითად და ერთ კვირაში, არ ვიცი, რაღაც ნაშრომი გაქვთ გასაგზავნი, რასაც ავადებთ, ხო, და უცებ ბოლო დღეს აღმოაჩენთ, რომ რაღაც ცხოველური ის გაგიჩნდათ უცებ უნარი იმის, რომ ერთ დღეში დაწეროთ სამაგისტრო ნაშრომი მაგალითად ხო და გაგზავნოთ და მე კარგი ქულად წაიღოთ. ეს მდგომარეობა მე ვიტყოდი არის გაპიკული შფოთვა, იმ პიკში ხარ მაგ დროს და ის რესურსები გაგაჩნია, რომელიც ზოგადად სხეულს არ გააჩნია და არც გონებას, მაგრამ იმის გამო რომ შფოთვა არის პიკში, აი ამის გამო ეს არის ხოლმე პროკრასტინაციის ბოლო ეტაპი რაღაცნაირად, ხო? მანამდე როცა გვაქვს ხოლმე პროკრასტინაცია, ვავადებთ ახლანდელ შფოთვას იმისთვის, რომ მერე ვიშფოთოთ, უბრალოდ პრობლემა ის არის ხოლმე, რომ მერე ეს შფოთვა ორმაგდება, იმის შემდეგ დღეს სამაგდება და ასე შემდეგ, ხო? ასე რომ პირდაპირ რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით ამ დროს რა ვქნათ, ალბათ გამიჭირდება, რომ ახლა მოგცეთ, მაგრამ აი ისევ იმას თუ დავუბრუნდებით, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვას, ხო? თუ სიტყვა ზარმაც უდისციპლინოს შევცვლით შფოთვარი ადამიანი, შეიძლება რაღაცები უკვე დაალაგდეს, ხო? და უკვე გასაგები გახდეს. ყველაზე მარტივი რეკომენდაცია იქნება თერაპიული პროცესი. შეიძლება ითქვას. მეორე, როცა ვლაპარაკობ სიზარმაცეზე, უпростоრად გადადებაზე ამ პროცესის, იმის გარდა რომ შფოთვა და სრულიად ვეთანხმები ამ მდგომარეობას, არის კიდევ ერთგვარი სიამოვნების განცდა. ანუ გახანგრძლივებული სიამოვნების განცდა, რომელიც შეიძლება არ არის გასწორებული. მაგალითად, მე მაწუხებს რაღაცა და ამ რაღაცას რო ვიშორებ, ვიღებ დიდ სიამოვნებას. და ეს ერთგვარი ცოტა მაზოხისტური განცდა ამ პროცესში და ძალიან გვაბრუნებს არის ესეთი ფაზა თუ აღგებთ ბავშვის განვითარების ფაზას ფროიდიანული ხედვით არის ორალური, ანალური, ფალოსური და ეს არის ანალური ფაზის ნაწილი, სადაც ხდება ერთგვარი შეკავებითი აქტი და შემდგომ მისი გათავისუფლება. და ზუსტად საქმეც ამასთან არის დაკავშირებული. როცა მე ვცდილობ შევიკავო რაღაცა, იმიტომ რომ იწვევს ჩემში შფოთვას, ან ჩემ წარმოდგენაში ვერ გავაკეთებ ისე, როგორც მე მინდა რომ გავაკეთო, თავისთავად, იმიტომ რომ იდეალიზირებული მე არ მაძლევს საშუალებას იმისას, რომ გავაკეთო რეალურად ის გაკეთება შემიძლია. და შემდგომ როგორც იქნა ვიშორებ ამას და როგორც ვიშორებ, მაქვს ტკბობისა და სიამოვნების ერთგვარი განცდა, რომ თითქოს და სრულიად გავთავისუფლდე, მაგრამ ისევ უბრუნდები აი ამ
მაგიტო თქვი, რადგან შეიძლება ეთქვას, ცოტა არ იყოს და მაზოხისტურ ციკლს წააგავს. თუმცა ესე რომ დიაგნოსტირება ვაკეთოთ, ეს არის ამისთვის და ამის გამოა. ერთადერთი ალბათ რეკომენდაცია ყველაზე კარგი რაც შეიძლება იყოს, თუ ძალიან მაწუხებს ეს ყველაფერი, არის თერაპიული პროცესი. მოგესალმებით. გამომცვლელების სიტყვების შეჯამებით და დღევანდელი თემატური მასალით გამომდინარე, სიტყვის ძალას ორ კომპონენტად დავყოფდი. ანუ ორი კომპონენტი აქვს სიტყვის ძალას. რას ამბობს მთქმელი და რას იგებს მსმენელი. სხვა შემთხვევაში, ანუ თუ ეს ერთობლიობა არ აქვს, ასეთ შემთხვევაში სიტყვის ძალა სრულად ვერ მოიაზრება. ქალბატონ ნუცა კოპუაშვილს აქვს თავის ერთ-ერთ სპილში ნათქვამი, ექნება თუ არა ხეს ხმა ტყეში დაცემის დროს, თუ იქ არავინ არ იქნება. ანუ თუ ვერავინ ვერ გაიგონებს ხის დაცემას, ექნება თუ არა ხის დაცემას ხმა. და თვითონვე სცემს პასუხს, რომ ასეთ დროს ხის დაცემას ხმა არ ექნება, თუ მას არავინ არ ყავს გამიგონე. შესაბამისად, რა რეკომენდაციას მისცემთ მსმენელებს, ადამიანებს იმისათვის, რომ გარკვეული ფარი ეგრეთ წოდებულად სიტყვის ძალის შემთხვევაში, რომ არ მივიღო მე სიტყვა იმ მნიშვნელობით პირობითად, როდესაც ამას ამბობს მთქმელი და მისი მიზანი არის რომ დამაზიანოს, ან შეიძლება სულაც არ არის მისი მიზანი რომ დამაზიანოს. აუცილებლად რა თქმა უნდა მისი ნათქვამი უნდა გავიგო სწორად ჩემივე მენტალური ჯანმრთელობისთვის და მის სიტყვას აბსოლუტურად არანაირი ძალა არ იქნება. გარკვეული რეკომენდაცია, რა სახის ფარი შეიძლება, რა მეთოდი შეიძლება იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაში, რომ მე ვიღაცის ნათქვამს, არ აქვს მნიშვნელობა ვის გარეშე პირის ნათქვამს, არ მივანიჭო საერთოდ ძალა, ცუდის შემთხვევაში, რა თქმა უნდა. ეს არის ერთგვარი დამცავი, რომელიც ძალიან დაეხმარება ადამიანებს. ანუ რა გვტკიო და დამოვედით თქვენთან და განვიკურნეთ მესმის, მაგრამ სამომავლოდ პრევენციის მიზნით, რომ ისევ არ დავუკვირდეთ პირობითად იმ კონდიციაში, რომ კიდევ რაღაც გვეტკინოს და ისევ თქვენი ეგრეთ წოდებული პაციენტები გავხდეთ. მადლობა ძალიან. შევეცდები უპასუხო. ალბათ ადამიანი რო ანიჭებს სიტყვას ძალას, ანუ სიტყვას არავითარი ძალა არ აქვს თუ მე არ მივანიჭი ამას. ანუ მე თუ არ ვთქვი რომ ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება არ გვეტკინოს ეს ილუზია. ჩემი გადასახედიდან ადამიანი მე როგორც უყურებ ყოველ შემთხვევაში შეიძლება მე ვცდები, მაგრამ მაინც პროცესი, როცა ჩვენ ცხოვრობთ მარტო სიამტკბილობაში არა. ჩვენ ცხოვრობთ ტკივილშიც, ჩვენ ცხოვრობთ ბედნიერებაშიც, ჩვენ ყველა პროცესს გავდივართ. და ვფიქრობ, რომ სიტყვა თუ მე მტკენს რამეს, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ამ სიტყვას ჩემივე შინაგანი განწყობიდან ვაძლევ მნიშვნელობას. და ტკივილის გადატანა, ესე იგი მე შემიძლია ჩემი შინაგანი რესურსებით მოვახდინო. ანუ გულისხმობ იმას, რომ ეს ტკივილი არ უნდა იყოს ტანჯვის ნაწილი. და ტკივილი ნორმალურია. სრულიად ნორმალურია. და ის სიტყვა თუ მე მტკენს და მე ვაგრძელებ ცხოვრებას, ჯანსაღად. ესე იგი მას უკვე აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს. და უფრო მეტიც მე არ მანიჭებს მნიშვნელობას არც იმ სიტყვას, რომელიც მე მაბედნიერებს. ანუ გულისხმობ იმას, რომ უიმე შენ რა ყოჩაღი ბიჭი ხარ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ ეს ჩემს ნარცისულ ნაწილზე მუშაობს და მე სულ ვეძებ მერე რომ ვიღაცა მითხრას რომ მე ყოჩაღი ბიჭი ხარ. თუ მე ვეძებ სიტყვებს, ან მატკინოს, ან არ მატკინოს, მე ვფიქრობ რომ უნდა ვიმუშაო ჩემს თავთან. მე უნდა დავაყენო ეს ფილტრი. და ფილტრი ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობებში. ფილტრი აუცილებელია. როცა მე ვეძებ ტკივილს, მე ტკენს რაღაცა, ესე იგი და ვიწყებ ძევნას რომ რაღაცამ გამაბედნიეროს, მე უკვე არეალი გავხსენი, ანუ ყველა ადამიანს შეუძლია რაღაცა შემოიტანოს ჩემში. და ყველა ადამიანს შეუძლია რაღაცა დააზიანოს ჩემში. და აქ თერაპიაზე არა საუბარი, ალბათ აქ არის საუბარი დამოკიდებულებაზე. მე რას ვეძებ ამ სიტყვებში? რას? ჩვენ გვინდა არ გვინდა სიტყვა ხდება ყურში.
ჩვენ გვინდა არ გვინდა ყდება. და ამ სიტყვას ექნება ხმა, ანუ ხმაურიანი იქნება ეს თუ ჩაივლის უმნიშვნელოდ, ეს უკვე ჩემს შინაგან განწყობებზეა დამოკიდებული, ჩემს ფილტრზეა დამოკიდებული. ეს ასეა. და ის რომ ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, არ გვეტკინოს, ამაზე ფიქრს უკვე როცა ამაზე ვიწყოთ ფიქრს უკვე ვაძლევთ საშუალებას არ იღავს რომ სიტყვა მიმუშაოს. ამიტომ მე ვერ ხედავ, მე ვფიქრობ რომ ყველას აქვს იმისი უნარი რომ ის ტკივილი გადაიტანოს. თუნდაც მოყენებული ამ სიტყვით. დაახლოებით 2 წინადადებას დავამატებ და დავასრულებ, იმიტომ რომ ჩვენი დრო ამოიწურა. გიორგი, მე ვფიქრობ, რომ თავის თავზე გითხრათ, რომ მისთვის არ არის მნიშვნელოვანი დადებითი შექება და დადებითი სიტყვები, იმიტომ რომ თავისი ნარცისული ნაწილი არ გამოყვებოს. და ამაში გეტყვით უბრალოდ იმას, რომ ნარცისული ნაწილი ყველა ადამიანს გვაქვს, რაც გულისხმობს იმას, რომ მე მინდა ჩემს თავზე კარგი რაღაცები მოვისმინო. მე ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ, როგორც კუს აქვს ბაკანი, ჩვენ ვერ გვექნება, ხო, ესე რაღაც მოკიდებული, რაშიც მუდმივად შევიმალებით, იმიტომ რომ რაღაცამ არ დაგვაზიანოს. თუმცა თუ სიტყვა ჩვენზე გავლენას ახდენს, თქვათ ნეგატიურს, ხო, ერთი რასაც გირჩევდით, დაფიქრდით იმაზე, რამდენად შეგიძლიათ გაბრაზება. და ხომ არ არის საქმე იმაში, რომ გაბრაზება უნდა ისწავლოთ იმისთვის, რომ თქვენი თავის დაცვა შეძლოთ, თუ ეს მაინც და მაინც საჭიროა, იმიტომ რომ ცოტა ისე მომესმა, რომ დაცვაზე შეიძლება ყოფილიყო ლაპარაკი, როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ, მაშინ, როდესაც მოწყვლადი ვხდებით რაღაცის მიმართ, რაც გვითხრეს, ამიტომ შეიძლება გაბრაზება და ბრაზის ემოცია ის, რაც გჭირდებათ, მაგალითად, იმისთვის, რომ თავი დაიცვათ და რაღაცებმა არ მოახდინოს ისეთი გავლენა, რომ ეს იყოს კატასტროფა. თუმცა აქვე გიორგის დავეთანხმები იმაში, რომ დისკომფორტი საჭიროა იმისთვის, რომ განვითარდეთ. ანუ ჩვენ თუ ყველაფერი მოგწონს და კარგად ვართ, მაშინ შეიძლება ჩვენი განვითარება შეწყდეს. ამიტომ დისკომფორტი და ის, რომ რაღაცა არ მომეწონა, რაღაც მეწყინა, რაღაცამ გამაბრაზა, შეიძლება იყოს ძალიან დიდი წყარო ჩვენი განვითარების და გაძლიერების ასევე. მარიამ, არ ვიცი რამის თქმა თუ გინდა, შეგიძლია, არ ვიცი, 1 წუთში ჩაეტიო და უნდა დავასრულოთ. 1 წუთში ჩავეტარე. ბევრი არაფრის დამატება მინდა პრინციპში უბრალოდ თქვენი კითხვის ერთ ნაწილს მინდა რომ გავცე პასუხი, როგორ აღარ დაბრუნდეთ ჩვენთან, ხო? ანუ მოხვედით, იყავით, იარეთ და წახვედით და რატომ აღარ უნდა მოხვიდეთ. ძირითად შემთხვევაში ესეც არის ხოლმე თერაპიული პროცესის ნაწილი, იმისი კონტროლი, აქედან წასული ადამიანი რას შვება მერე, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანები მოდიან დაკვეთით, როგორიც არის ხოლმე მაგალითად მე შფოთვა მაქვს და მინდა რომ ეს შფოთვა მოისპოს, მინდა რომ აღარ არსებობდეს, ხო? რაც თავისთავად არის ცოტა არასწორი დაკვეთა უკვე, იმიტომ რომ შფოთვა მაინც გექნებათ, თქვენ რაც უნდა ისწავლოთ თერაპიულ ნაწილში, რაც უნდა დამუშავოს ადამიანმა, ამ დროს ის არის როგორ ისწავლოს მისი მართვა, როგორ ისწავლოს ან რაიმე ისეთ მდგომარეობასთან ერთად ცხოვრება, რომელიც უბრალოდ არ წავა თქვენი ცხოვრებიდან, ხო? ასე რომ თუ ეგეც ცოტა შფოთვის მომგვრელი არის, აი მე რა ვქნათ, ხო? შეგიძლიათ მშვიდად იყავთ, იმიტომ რომ თერაპიაც რაღაც აღჭურვილობას მოგაწვდით იმასთან დაკავშირებით, მე როგორ მართვათ და დაამენეჯმენტოთ ეს ყველაფერი ისე, რომ თავიდან არ გაგიახდეთ და ისევ პრობლემური არ გახდეს. ეს მინდა და სულ მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა და